წარმოიდგინე, ერთი კომპანია ფარულად ყიდულობს მიწის ნაკვეთს, რომელიც ვენაზე დიდია. არც ქახნის ტერიტორია, არც ინდუსტრიული პარკი, არამედ დაახლოებით 550 კვადრატული კილომეტრი ჭაობი და ტენიანი მიწა ლუიზიანას ყურის სანაპიროზე. შედარებისთვის, მთელი ავსტრიის დედაქალაქი ვენა დაახლოებით 415 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ბერლინი კი 892 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ესე იგი, კომპანია დაახლოებით ერთ სულ ვენაზე მეტის ყიდვას აპირებს. და ოფიციალურად ამაზე არც ერთ სიტყვას არ ამბობს. ზუსტად ეს ხდება ამჟამად ამერიკის გოლფის სანაპიროზე და სავარაუდო მყიდველი არის SpaceX-ი. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. დღეს ორ რამეს გავაკეთებთ. პირველ ნაწილში ამ უზარმაზარ მიწის გარიგებას ვნახავთ. რა არის დადასტურებული, რა არის ჭორი და ყველაზე მთავარი, რას აპირებს SpaceX ამ ყველაფრით. მეორე ნაწილში განახლება იქნება Starship-ის პროგრამაზე, სად არის ახლა ყველაფერი ფრენა 12-ის შეცდომის შემდეგ და როდის შეიძლება იყოს ფრენა 13. და ბოლოს მე გამოვასწორებ შეცდომას, რომელიც დაგვემართა ბოლო ფრენა 12-ის ანალიზში. დავიწყოთ მიწით. წინასწარ ერთი შენიშვნა საზომ ერთეულებზე. რადგან AŞ-ში მიწას ხშირად აჩვენებენ ფართობის ერთეულში A1, მე ყოველთვის ამ ერთეულსაც დავამატებ და თქვენთვისაც გადავთვლი. მაგრამ მხოლოდ უკეთ გასაგებად. ერთი აკრი უდრის 4046.86 კვადრატულ მეტრს. მხოლოდ გასაგებად. როგორც წესი, შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, რომ ერთი აკრი ოდნავ ნაკლებია ვიდრე 9 ჰექტარი. მაგრამ გადავიდეთ მთავარ საკითხზე. ამ მთელი ისტორიის მიზეზი არის Tweet SpaceX-ის ერთი წინადადება. პლატფორმა X-ზე კომპანიამ დაწერა. დაახლოებით ასეთ შინაარსით, არ არის საიდუმლო, რომ ისინი Starship-ის ხშირ გაშვებას აპირებენ. მიზანი არის წელიწადში 1000-ობით ფრენა. ასეთი სიხშირე საჭიროებს უნარს, რომ სხვადასხვა ადგილიდან მოხდეს გაშვება. და ამიტომ მუდმივად ეძებენ შესაბამის ადგილებს. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. 1000-ობით ფრენა წელიწადში. ეს მასშტაბი უნდა დაიმახსოვროთ, რადგან ის თითქმის ყველაფერს ხსნის, რაც შემდეგ მოხდება. რა არის დადასტურებული და რა არის ჭორი? დადასტურებულია, რომ უძრავი ქონების აგენტმა ჯიმ კიტიმ ლუიზიანაში საჯაროდ განაცხადა, რომ დიდი მიწის გარიგება მიმდინარეობს. დადასტურებულია ასევე, რომ შესაბამისი ოლქის სენატორი ბობ ჰენკსონი შვიდში. 2026 წლის 7 მაისს დაადასტურა, რომ, ციტატა, კოსმოსური კომპანია 136,000 აკრის შეძენაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ეს სწორედ ის დაახლოებით 550 კვადრატული კილომეტრი. ამჟამინდელი მფლობელია ნავთობის კომპანია ExxonMobil. და თვითონ SpaceX-მაც დაადასტურა, რომ ეს რეგიონი იმ რამდენიმე ადგილს შორისაა, რომელსაც ისინი Starship-ისთვის ამოწმებენ. რაც ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ეს არის მყიდველი. SpaceX-ში არავინ ამბობს ხმამაღლა სიტყვას ლუიზიანა. მაგრამ მინიშნებები მეტისმეტად აშკარაა. ადრე ნახსენები SpaceX-ის განცხადება X-ზე ციტირებდა პოსტს C.E. რობინსონისგან, სადაც ის სწორედ ამ მიწის გარიგებაზე საუბრობს. ტერიტორიაზე ნადირობისა და თევზაობის იჯარები მოულოდნელად გაუქმდა მომავალი სეზონისთვის. ExxonMobil-მა ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი ნახშირბადის შენახვის პროექტი შეჩერა და დედაქალაქ ბატონ რუსში 48 საათის განმავლობაში გამოჩნდა მთელი პაკეტი კანონ პროექტებისა, რომლებიც ზუსტად ასეთი ინიციატივისთვისაა ამორგებული. ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ჯერ მოდით სიტუაციას გადავხედოთ, რადგან ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის. პეკინის კუნძული თითქმის ზუსტად შუაგზაზე მდებარეობს ორ არსებულ SpaceX-ის ლოკაციას შორის. ანუ ტეხასში მდებარე Starbase-სა და ფლორიდაში Cape Canaveral's კოსმოსურ ბაზას შორის. ვინც მესამე დიდ ობიექტს ზუსტად შუაში განათავსებს, ის ქმნის კვანძურ წერტილს. აპარატურა შეიძლება სამივე ლოკაციას შორის გადაადგილდეს და ეს შესაძლებელია წყალზეც კი. რადგან მთელი ყურის სანაპიროს გასწვრივ გადის დაცული წყლის გზა. გოლფის ინტერკოსტალური წყლის გზა. არხის ერთგვარი ავტობანია გემებისა და ბარჟებისთვის. SpaceX უკვე აქვს დაგეგმილი ბუსტერებისა და ხომალდების ტეხასსა და ფლორიდას შორის ნავებით გადატანა. ადგილმდებარეობა პირდაპირ ამ წყლის გზაზე იდეალურად ერწყმის ამ გეგმას. მათი უახლეს სატვირთო ნავი Marmac 21, რომელიც ასევე ცნობილია სახელით You'll Thank Me Later, ანუ მოგვიანებით მადლობას გადამეხთი. ბოლოს ტეხასის ქალაქ ბრაუნსვილის პორტში იყო გაჩერებული. და Starship-ის ოპერაციებისთვის საჭირო ტექნიკა ჩატვირთა. ეხლა კი ფლორიდაში ბრუნდება.
შემდეგ მოდის საწვავი. Starship წვავს თხევადი მიმეთანისა და თხევადი ჟანგბადის ნაზავს. და სწორედ ლუიზიანასა და ტეხასის საზღვარზე, საბინ პასთან, მდებარეობს შეერთებული შტატების ორი უდიდესი თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი. შენიერი და Golden Pass. თხევადი ბუნებრივი აირი პროფესიულ ენაზე liquefied natural gas, ანუ მოკლედ LNG. სწორედ ის მეთანია, რომელიც Starships საწვავად სჭირდება. გაშვების ადგილი ამ ტერმინალებთან უშუალო სიახლოვეში ფაქტობრივად საწვავის წყაროსთან მდებარეობს. და ეხლა მოდის კითხვა, რომელიც ამ არხისთვის ყველაზე საინტერესოა. რას იძლევა ასეთი მესამე ლოკაცია, რაც Boca Chicas და Cape Canaveral's არ შეუძლიათ? აქვე უნდა შევამციროთ ერთი ძალიან პოპულარული მოლოდინი. ბევრს გონია, რომ ახალი გაშვების ადგილი ავტომატურად ახალ ორბიტებს ხსნის. ლუიზიანას შემთხვევაში ეს უმეტესად ასე არ არის. და ეს ჩემთვის როგორც ფაქტი მნიშვნელოვანია. პეკინის კუნძული მდებარეობს თითქმის 30 გრადუს ჩრდილოეთ განედზე. ეს კიდევ უფრო ჩრდილოეთითაა ვიდრე Starbase-ი ტეხასში, დაახლოებით 26 გრადუსზე. ძირითადი წესი ასეთია: ყველაზე დაბალი ორბიტალური დახრა, რომელსაც უშუალოდ გაშვების ადგილიდან შეიძლება მიაღწიო, დაახლოებით მისი გეოგრაფიული განედის ტოლია. ლუიზიანა არ იძლევა უფრო დაბალ ორბიტალურ დახრებს, არამედ უფრო მაღლებს ვიდრე Boca Chica. ამიტომ ეკვატორთან ახლოს მდებარე ორბიტებისთვის ახალი გაშვების ადგილი უპირატესობას არ წარმოადგენს. მეორე მიმართულება რჩება პოლარული ორბიტები, ანუ მარშრუტები, რომლებიც პოლუსებზე გადის, როგორც ეს საჭიროა დედამიწის დაკვირვებისა და მრავალი სადაზვერო თანამგზავრისთვის. ამისთვის რაკეტა ლუიზიანადან სამხრეთის მიმართულებით უნდა გაეშვას. და შეიძლება უკვე რუკაზე შენიშნე, ამ მიმართულებით მექსიკის ყურის იქით მექსიკა მდებარეობს. პოლარული გაშვების ტრასა მექსიკის ტერიტორიაზე გაივლიდა, სადაც რაკეტის საფეხურები დასახლებულ მიწაზე ჩამოვარდებოდა. ასე არ აკეთებენ. თუმცა Starship საფეხურებს არ ჩამოაგდებს, არამედ დააბრუნებს, მაგრამ ეს მაინც სერიოზულ რისკს შეუქმნის მექსიკას. ზუსტად ამიტომ ატარებენ ამერიკელები თავიანთ პოლარულ მისიებს დღემდე ვანდენბერგის ბაზიდან, კალიფორნიაში. ღია წყნარი ოკეანის თავზე. ლუიზიანა ამას ვერ შეცვლის. და თვით აღმოსავლეთშიც კი გზა თავისუფალი არ არის. რადგან იქ გზაზე ფლორიდის ნახევარკუნძულია. ასე რომ გაშვების ტრაექტორიამ Boca Chica-დან გასვლის მსგავსად სამხრეთ აღმოსავლური რკალით ფლორიდასა და კუბას შორის უნდა გაიაროს. თუ ეს ბილიკები არ არის, მაშინ რა არის? პასუხი არაფრით გამორჩეულია. მაგრამ ეს არის მთელი აზრი. ეს არის sheer რაოდენობა. გაიხსენეთ წინადადება დასაწყისიდან. 1000-ობით ფლენა წელიწადში. ეს რიცხვი დღევანდელი დაანდგარებით უბრალოდ შეუძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გსურს იმ სიჩქარით გაზარდო მასშტაბი, როგორც SpaceX აქვს განზრახული. SpaceX თავად საუბრობს 1000-ობით ფლენაზე წელიწადში. და ხელოვნური ინტელექტის სატელიტების გეგმებისთვის მომავალში თითქმის საათში ერთხელ გაშვებაც კი საჭირო იქნება. ეს რა თქმა უნდა უკიდურესად ამბიციური და სავარაუდოდ ამ დროის ფარგლებში მიუღწეველი მიზანია. მაგრამ თუნდაც 500 გაშვება 2028 წელს უფრო მეტ ინფრასტრუქტურას მოითხოვს, ვიდრე ამჟამად არსებობს. ამ ეტაპზე მინდა პირადი შენიშვნა დავამატო, რათა ეს მიზანი უკეთ გაიგოთ. SpaceX ასეთ ამბიციურ მიზნებს არ ისახავს იმისთვის, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს. არამედ იმისთვის, რომ სწრაფად წინ წავიდნენ და თავიანთი გუნდები დიდებულ საქმეებზე შთააგონონ. ეს არ იცვლება სირცხვილად, თუ უკიდურესად ამბიციური და არარეალური მიზანი მხოლოდ ნაწილობრივ მიიღწევა მითითებულ ვადაში, ხოლო სრული მიზანი მოგვიანებით. ეს სრულიად განსხვავებული ფილოსოფია, ვიდრე აქ გერმანიასა და ავსტრიაში. Falcon 9-თან დაკავშირებითაც მიზანს დასცინოდნენ და არარეალურად მიიჩნევდნენ. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაგვიანდნენ, მიზანი ჯერ კიდევ ცოცხალია. ის უბრალოდ ჯერ კიდევ მომავალშია. 2025 წელს Falcon 9-მა 9165 ჯერ განახორციელა გაშვება. ტეხასში, Starbase-ში SpaceX დაახლოებით მხოლოდ 1000 აკრი აქვს, ანუ დაახლოებით 4 კვადრატული კილომეტრი. ჩამწყვდეულია ბუნების დაცულ ტერიტორიას, სანაპიროსა და სოფელს შორის, რომლის მცხოვრებთა უმეტესობა უკვე გამოისპიდეს. ასეთ ფართობზე ვერ აამუშავებ რაკეტების ქარხანას ინდუსტრიულ მასშტაბზე, ვერც ათეულ გაშვების პლატფორმას, ვერც კილომეტრიან უსაფრთხოების ბუფერებს. ლუიზიანაში კი 550 კვადრატული კილომეტრი თითქმის უგზო-უკო ჭაობია. საკმარისი სივრცეა გიგანტური საწარმოო დარბაზებისთვის, მრავალი გაშვების მაგიდისთვის, გვერდიგვერდ ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთებისთვის.
და რაც ფავარია უზარმაზარი ბუფერული ზონებისთვის, რომლებიც მაღალი გაშვების სიხშირეს საერთოდ შესაძლებელს ხდის ყოველდღიური ცხოვრების სერიოზული შეზღუდვის გარეშე. ადგილობრივი ხმები ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი გაშვების პლატფორმისთვის დაახლოებით 500 აკრი ტერიტორია საჭირო. და უსაფრთხოების ბუფერული ზონა. 30000 აკრი ეს ნიშნავს 120 კვადრატულ კილომეტრზე მეტს მხოლოდ დაშორებისთვის. ლუიზიანა შესაბამისად არ არის ახალი კარიბჭე ახალ ორბიტებზე. ეს არის ქარხანა და აეროპორტი, რომლებიც სიტყვა 1000-ებს საერთოდ შესაძლებელს ხდიან. და ეს გულწრფელი ანალიზის ნაწილია. პეკინ აილენდზე მუდმივად მხოლოდ დაახლოებით 100 ადამიანი ცხოვრობს. მაგრამ მარშები თაობების განმავლობაში ნადირებისა და თევზაობის სამოთხეა. მაღალ სეზონზე 1000-ობით ადამიანი მოდის. ზუსტად მათ შეუტყვიტეს იჯარის ხელშეკრულებები. და თვალი გადავალოთ ტეხას, სადაც ჩანს რა შეიძლება ელოდოთ ადგილობრივებს. 2026 წლის აპრილში რიო გრანდეს ველიდან დაახლოებით 60-მა ოჯახმა SpaceX სასამართლოში უჩიულა. მათი ბრალდებით ზებგერითი ხმები და გამონაბოლქვი მათ სახლებს აზიანებდა. კედლებში ბზარებიდან დაწყებული, დამთავრებული გაბზარული ფანჯრებით. ეს არის ნამდვილი ადამიანების ნამდვილი პრობლემები, რომლებიც ხედავენ, რომ მათი ქონება საფრთხეშია. ამ გვერდით ეფექტებს პირდაპირ უნდა შევადაროთ SpaceX-ის დასახლების უპირატესობებს. რადგან მაშინ, როცა ეს 60 ოჯახი ჩივის, SpaceX-მა ასევე უზრუნველყო საგრძნობი ეკონომიკური აღმავლობა რიო გრანდეს რეგიონში. მილიარდობით დოლარის პირდაპირ ინვესტიციებით ინფრასტრუქტურაში და ადგილობრივი კომპანიებისთვის გაცემული შეკვეთების სახით. ამას ემატება ათეულობით მილიონი დოლარის დონაციები ბრაუნსვილის საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და სხვა ეფექტები, როგორიცაა ტურიზმით გამოწვეული არაპირდაპირი ეკონომიკური ზრდა და საერთაშორისო ყურადღება. ეს ეფექტი ლუიზიანაშიც მოსაოდნელია. მაგრამ ეხლა მოდის ის ნაწილი, რომელმაც როგორც ჟურნალისტი გამახვიცა. ლუიზიანაში ორი ახალი კანონპროექტი ადგილობრივებს სწორედ იმ სამართლებრივ საშუალებას წაართმევს, რომლითაც ახლა ეს ტეხასელი ოჯახები იცავენ თავს. ამავე პაკეტიდან სხვა კანონპროექტები მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის მქონე პროექტებისთვის საგადასახადო შეღავათებს აწესებენ და კოსმოსური ობიექტები კოსმოსურ დანადგარებად აცხადებენ. კრიტიკულ ინფრასტრუქტურად. ეს ყველაფერი 48 საათში იქნა წარდგენილი და როგორც ერთმა დამკვირვებელმა თქვა, უფრო კონტრაქტის პროექტს გავს ვიდრე კანონმდებლობას. რაც ბოკა-ჩიკაში 40 ჰექტარზე მოხდა, შეიძლება აქ 1360 ჯერ უფრო დიდ ტერიტორიაზე განმეორდეს. ეს ბრალდება არ არის, ეს უბრალოდ მედლის მეორე მხარეა. კოსმოსში პროგრესს თითქმის ყოველთვის ძალიან მიწიერი ფასი აქვს. და ჩვენი საქმეა ეს ფასი ვაჩვენოთ. და კიდევ ერთხელ კონტრასტისთვის, აქ 100 ადამიანი ცხოვრობს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით ვენის ფართობის 130 ჯერ მეტია. SpaceX ადრე თუ გვიან ამ საკითხს ისე მოაგვარებს, როგორც ბოკა-ჩიკაში, სადაც ადგილობრივებს თავიანთ სახლებზე სამმაგ საბაზრო ფასს თავაზობდნენ. უმეტესობა მაშინვე დათანხმდა. ზოგიერთმა უფრო მაღალი თანხა მოითხოვა და მათ გარკვეული დათმობები შესთავაზეს. არავინ ჩამოურთმევიათ ქონება, მიუხედავად იმისა, რომ არიან მიწის ფლობელები, რომლებიც დღემდე არ სურთ გაყიდვა. რა ვადებზეა საუბარი? აქ სიფხიზლეა საჭირო. ახალი კანონების სტიმულირების ფანჯარა ირთვება 2026 წლის ივლისიდან 2031 წლის ივლისამდე, რაც დაახლოებით მიუთითებს, რომელ პერიოდში უნდა აშენდეს. მაგრამ რაკეტების ქარხნისა და გაშვების ინფრასტრუქტურის სანაპირო ჭაობში განთავსება ნიშნავს მრავალწლიან მიწის სამუშაოებს, მიწის ამოვსებას და ნებართვების მიღების პროცესს. თუნდაც შეძენა ხვალ დასრულდეს, რეალისტურად რო ვთქვათ, აქ პირველი გაშვება ამ ათწლეულის ბოლოსთვის იქნება მოსაოდნელი. მოკლევადიან პერსპექტივაში საქმე გვაქვს მიწის შეძენასთან, ნებართვებთან და იურიდიულ თუ პოლიტიკურ ბრძოლასთან ადგილზე, არა ცაში რაკეტების აფრენაზე. SpaceX-ი აქ აწმყოს კი არა, არამედ მომავალს კიდულობს. ეხლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე, პროგრამის მიმდინარე მდგომარეობაზე. რადგან მთელ ლუიზიანას ფანტაზია იმაზეა დამოკიდებული, რომ რაკეტა საბოლოოდ საიმედოდ იფრენს. და ამ ეტაპზე მე-12 ფრემის შემდეგ SpaceX-ი ჯერ კიდევ იქ არ არის. სული ანალიზი, რა თქმა უნდა, ქვემოთ არის მიცდებული. მოკლე განმარტება ყოველთვის ვინც გამოტოვა 22-ში. 2026 წლის მაისში დაიწყო ფრენა 12 მესამე თაობის Starship-ის პირველი ფრენა, რომელსაც შიდა სახელად V3 ან ვერსია 3, ასევე Block 3 ეწოდება. ბორდზე იყო 9 უფრო ძლიერი Raptor 3 ძრავა. გაშვება დიდი ხნის განმავლობაში შთამბეჭდავად სუფთად მიმდინარეობდა. შემდეგ კი ბუსტერზე, ანუ უზარმაზარ პირველ საფეხურზე, ნომერი 19-ით ჩავარდა ეგრეთ წოდებული Boost Back Burn.
ეს არის დამუხუჭების მანევრი, რომლის საშუალებითაც საფეხური ბრუნდება და სტარტის ადგილას ბრუნდება. ძრავები სწორად არ ჩაირთო ხელახლა. ბუსტერი უკონტროლოდ დაეცა ყურეში. დაახლოებით 300 კილომეტრით უფრო შორს, ვიდრე დაგეგმილი იყო. ამერიკის საავიაციო ადმინისტრაციამ, ანუ ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ოფიციალურად მიიჩნია ფრენა 12 უბედურ შემთხვევას. როგორც ინციდენტი, რომლის გამოძიებაც სავალდებულა. ეს გამოძიება ძირითადად ახალ Raptor 3 ძრავებს ეხება. ნიშნულოვანია აღნიშნოთ, არავინ დაშავებულა და საჯარო ქონებას ზიანი არ მიუყენებია. ბუსტერი საბოლოოდ სხვაში დაეშვა. და ასეთ შეცდომის შემდეგ SpaceX ყოველთვის ატარებს სრულ გამოძიებას. მაგრამ ამ შემთხვევაში გამოძიების დასრულების შემდეგ საჭიროა ოფიციალური ნებართვა. გემი ნომერი 29-ით მიუხედავად ვაკუუმური ძრავის მწყობრიდან გამოსვლისა და ამის გამო გამოტოვებული ანთების ტესტისა კოსმოსში, შესანიშნავად გაართვა თავის საქმეს. ის ზუსტად დაეშვა მიზნობრივ წერტილში ინდოეთის ოკეანეში და შთამბეჭდავა დაჩვენა, რამდენად კარგად შეუძლია ახალი თაობის ხომალდს დაშვების მართვა. Starlink-ის ანგარიშზე მოგვიანებით გამოქვეყნებული სუბული სურათები მართლაც ძალიან შთამბეჭდავია და აჩვენებს მესამე თაობის მანევრების უნარს. რას ნიშნავს ეს ფრენა 13-ისთვის? შემდეგი ფრენა გამოიყენებს ბუსტერ 20 და ხომალდ 40-ის. ბუსტერ 20 ივნისის დასაწყისიდან კრიოტესტირების კამპანიაშია, რომლის დროსაც აუზები ივსება ღრმად გაცივებული სითხეებით, რათა შემოწმდეს კონსტრუქცია. მიწაზე ანთების ტესტამდე კი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა დარჩენილი. NASA Spaceflight-ის შეფასებით, რეალისტური გაშვების ფანჯარა მე-13 ფრენისთვის ივლისიდან აგვისტოს 2021 წლის პერიოდშია. და რადგან ბუსტერმა მე-12 ფრენაზე დამუხუჭების მანევრი ვერ შეასრულა, SpaceX ძალიან დიდი ალბათობით მე-13 ფრენაზე სწორედ ამ პროფილის სუფთად გამეორებას მოისურვებს. ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ არც ორბიტაზე გასვლა და განსაკუთრებით ბუსტერის დამჭერი მკლავებით დაჭერის მცდელობა ჯერ არ იქნება. არავინ სურს ძვიადგირებულ სტარტის ინფრასტრუქტურაზე ჩამოვარდნილი საფეხურის რისკი, სანამ დამუხუჭების მანევრი ერთხელნაირ სუფთად არ შესრულდება. კარგი ამბავია, სტარტის პლატფორმა ორიმა სტარტი კარგად გადაიტანა და ის არ წარმოადგენს ბარიერს. და დიახ, ეს ყველაფერი ხდება პიკანტურ გარემოში. უკვე 20 მაისს, ანუ მხოლოდ 2 დრით ადრე, ფრენა 12-მდე SpaceX-მა თავისი საბიჟო პროსპექტი ამერიკის ბირჟის ზედამხედველობაში წარადგინა. ბირჟაზე გასვლის მიზნით SPCX-ის კოდით. გაუქმებული ფრენა 12 და მიმდინარე სამთავრობო გამოძიება ნამდვილად არ იქნებოდა იდეალური დრო ასეთი ნაბიჯისთვის. SpaceX-მა მაინც განახორციელა ეს. ივნისის შუა რიცხვებში კომპანია მართლაც გავიდა ბირჟაზე. დაახლოებით 1,75 ტრილიონი დოლარის შეფასებით. ისტორიაში ყველაზე დიდი ბირჟაზე გასვლა. ეს მხოლოდ როგორც შენიშვნა და არავითარ შემთხვევაში როგორც საინვესტიციო რჩევა. ამ ბირჟაზე გასვლის სრულ შეფასებასაც, რა თქმა უნდა, ქვემოთაც დაგიტოვეთ. პარალელურად SpaceX-მა კიდევ უფრო დიდი ხედვები წარმოადგინა. Starlink-ის კონსტელაციით მთვარეზე კოსმოსში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების შექმნამდე მილიონამდე სატელიტით და ბოლოს პირველი ადამიანის დაკომპლექტებული მარსის შემოვლის მისიის ჩათვლით. მაგრამ ეს უკვე ცალკე ვიდეოების თემა. ეხლა კი როგორც დააკვირდით, ერთი შესწორება ჩემსავე საქმეზე. რადგან ფაქტების სიზუსტე ჩვენთვის მარკეტინგი კი არა, ვალდებულებაა. ჩვენს ბოლო ძალიან დეტალურ FUG 12-ის ანალიზში ერთ ადგილას თქვით, რომ ბოლო Starlink-ის მაკეტის გაშვების შემდეგ მზე ხომალდის ტვირთის განყოფილებაში ანათებს. ეს არასწორი იყო. შემოსული სინათლე მზე არ იყო. ეს იყო ბოლო Starlink-ის დამის საკუთარი პროჟექტორი, რომელიც ტვირთის განყოფილებაში ანათებდა. მაინც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მაგრამ არასწორი მაინც არასწორია და ეს უნდა გამოვასწოროთ. მადლობა ყველას კომენტარებში, ვინც ასე ყურადღებით აკვირდება, სწორედ ამისთვის ვაკეთებთ ამას. სად გტოვებს ეს ყველაფერი? საოცარი კონტრასტის წინაშე ვდგავართ. ერთ მხარეს SpaceX-ი საათებს ყიდულობს ჩუმად და მშვიდად იძენს მიწის ნაკვეთს, რომელიც ვენაზე დიდია, რათა ერთ დღეს ათასობით გაშვება განახორციელოს წელიწადში. მეორე მხრივ SpaceX-ი, იგივე კომპანია, ეხლა იბრახლა იბრძვის იმისთვის, რომ პირველი საფეხური სწორად და უსაფრთხოდ დააბრუნოს დედამიწაზე დამუხუჭების მანევრით. ზუსტად ეს ბალანსი არის SpaceX-ის არს. ისინი აშენებენ ასაფრენ ბილიქს მომავლისთვის, რომელსაც ფრენის ოპერაციებში ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ. ჩემი პირადი შეფასება ამასთან დაკავშირებით და ამას მკაფიოდ ვაცხადებ როგორც მოსაზრებას, არაერთგვაროვანია. ამბიცია განსაცვიფრებელია და მე მჯერა რომ ეს მესამე ლოკაცია აუცილებლად იქნება. როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს.
მაგრამ ის სიჩქარე, რომლითაც აქ ფაქტები იქმნება, დაწყებული შეწყვეტილი იჯარებიდან, დამთავრებული სპეციალურად მორგებული კანონებით. საჭიროებს სწორედ იმ კრიტიკულ თანხლებს შეფასებას, რომლის მიწოდებაც ჩვენ აქ გვინდა. ტექნოლოგიით აღფრთოვანება და ფხიზელი მზერა ფასზე ერთმანეთს არ გამორიცხავს. პირიქით, ეს ყველაფერი ერთად მიდის. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მასკუნდიკ. მადლობ ჩართვისთვის. Per aspera ad astra.